პროექტი, რომელიც ჩვენს ქალაქში ქართული ჭიდაობისთვის ახალი დარბაზის აშენებას ითვალისწინებდა, უკვე დასკვნილ ფაზაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, მონტაჟდება ტრიბუნები, რომელიც 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ტრიბუნები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. იატაკზე ჯერ საგანგებო კაუჩუკი, შემდეგ კი საჭიდაო ტატამი დაეგება. მოეწყობა სველი წერტილების აშხაპეები და გასახდელები. სპორტსმენებისთვის პროექტის ავტორია ბათუმის ჭიდაობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ურიატყოფელი. მისი თქმით, დარბაზის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება და უკვე აპრილში ახალი დარბაზი პირველ შეჯიბრებასაც უმასპინძლებს. ახალი საჭიდაო არენა ანგსის სტადიონის მიმდებარედ კოტე აფხაზის ქუჩაზე იქნება. ეს არის ფაქტიურად დასავლეთ საქართველოში პირველი მერცხალი, პირველი გამონათება, რაც კეთდება. ვფიქრობ, რომ ეს ერთი არენა საკმარისი არ იქნება მომავალში ბათუმის მიმდებარედ რაიონებში უნდა გაკეთდეს. სასურველია საშუალო სკოლების ეზოებში მარტო ქართულ ჭიდაობას კი არა, ეს სხვა სპორტის სახეებსაც მე მაქვს ხედველობაში ძიუდო, კლასიკური, თავისუფალი ჭიდაობის, აი ამ ქართული ჭიდაობის ილეთებიდან არის გადასული ბევრი რაღაც, რაც კი გაკეთდება სპორტული, ხო, ყველაფერი არის მისასალმებელი. აქ უკვე დიდი ენერგია ჩადებული, დღეს გაოცებული ვარ, მოვედი, ნახე ქართული ჭიდაობის სადაც ფუძდება საუკეთესო კერა. ვეცდებით, რომ როგორც აჭარის, ისევე მთელი საქართველოს ყველა კუთხეებში დავაფუძნოთ პატარ-პატარა კერები, სადაც ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას გავუწევთ. ურიაში გავაკეთეთ კლუბი, გაკეთდა ბათუმში კლუბი, გაკეთდა იმერეთში კლუბი და უკვე საქართველოს ყველა რეგიონში კეთდება კლუბები და აქ იყო მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოს კახეთს, გორს, გორის რაიონს, თბილისს უნდა გავუწიოთ ჯანსაღი კონკურენცია. ასეთი იყო